მოცემული გვაქვს ესე იგი ესეთი ნახაზი, ეს არის სახლის გეგმა, არქიტექტურული ნახაზია და გვინდა ეს სახლი შევიძინოთ, მაგრამ გვაინტერესებს ფართობი რა არის ამ სახლის და ერთი შეხედვით არ ჩანს, უცნაური ფიგურაა რაღაც, ხო? მოდი, ეცადეთ რომ გამოიყენოთ თქვენი ცოდნა მართკუთხედების და მსგავსი რაღაცების ფართობების პოვნის და იქნებ ამოხსნათ ეს, მოდი დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ და შემდეგ შემომიერთდით მე. იმედია სცადეთ. მოკლედ, მე ხლა შევეცდები რომ ამის ფართობი ვიპოვო და როგორ ვიპოვი ამას. მოდი ავდგები და დავყოფ ამას მართკუთხედებად. რაღაც მართკუთხედებად დავყოფ და მე თითოეული მართკუთხედის ფართობს მოვზებნი და შევკრებ მაგ ფართობებს და მივიღებ მთელ ფართობს. მოდი პირველი აი ეს მომდის თვალში, ასე ვთქვათ, რომ პირველი იყოს მოდი აი ეს მართკუთხედი, ანუ უბრალოდ ასე გამოვყოთ მართკუთხედი, ეს იყოს. აი ესე. და თან მართკუთხედი კი არა, კვადრატიც კი გამოვა, იმიტომ რომ 6 არის ამის სიგრძე, 6 არის ამის სიგრძე და მოპირდაპირე გვერდებით ცხადია ტოლი იქნება, ხო? ამიტომ ესე იგი 6 და 6 გამოდის ანუ 6 გამოდის ამ კვადრატის გვერდის სიგრძე, მოკლედ რომ ვთქვათ. ესე იგი ეს კარგი ვარიანტი გამოგვივიდა. ეხლა შემდეგი ბარემ გვერდზევე აქვს და ამიტომ გავაკეთებ ეგრე. ეს მართკუთხედი ავიღოთ, აი, ეს მართკუთხედი, აი ასე. აი ასე. აი ეს მართკუთხედი როგორი იქნება, ეხლა ვნახოთ. ერთი გვერდი ვიცით რომ არის 7. ეხლა მეორე გვერდზე რა ვიცით? ვიცით რომ მთელი ეს გვერდი არის 6 და ამ დროს ეს არის 1 მეტრი, ამიტომ ეს გამოვა 5 მეტრი. ზუსტად არ არის ნახაზის შესაბამისი როგორც ხედავთ, მაგრამ არ აუშვებს მაგას. ესე იგი გამოდის ეს 5 მეტრი. 5 მეტრი. კი ბატონო. ახლა განვაგრძოთ, ესე იგი ეს გვერდი ვიცით, ეს გვერდი ვიცით. მოდი ამას ცოტა სწორად დავწერო უფრო. 5 მეტრი. ასე ჯობია. ახლა მოდი ეს დიდი მართკუთხედი ავიღოთ, ესეც იყოს ერთი მართკუთხედი. ესეც დავყოთ ესე იგი მართკუთხედად. აი ასე. აი ასე. და ამისი ერთი გვერდი ვიცით რომ 5-ია. და ეხლა მეორე გვერდი რომ გვაინტერესებს, მოდი ესე მოვიქცეთ. შევკრიბოთ რაც ვიცით უკვე ამ მიყოლებაზე და მოგცემს ეს მთელ გვერდს. ვიცით რომ ეს არის 2 მეტრი, ვიცით რომ ეს არის 6 მეტრი, ამიტომ ჯამში გვაქვს 8 და 8-ს პლუს კიდევ ამის სიგრძე რაც არის 7, ესე იგი მთლიანობაში გამოდის 15 მეტრი. 15 მეტრი გამოდის ამისი სიგრძე. და დაგვრჩა ერთი თავისით გამოდგა უკვე მართკუთხედი, თავისით გამოვიდა მართკუთხედი, მაგრამ მაინც მოვხაზავ. და ამისი გვერდები რა არის? ეს 4-ია გვიწერია და როგორც ხედავთ, კარგად ემთხვევა აი ამას, ამიტომ 7 იქნება ამისი სიგრძეც. 7 მეტრი. აი ესე. და ეხლა ყველა გვერდი მაქვს და მოდი ნელ-ნელა შევკრებ, გავაკეთებ, ანუ ნელ-ნელა ფართობებს ვიპოვი. ჯერ პირველი იყოს აი ეს იისფერი ფიგურის ფართობი, რა იქნება ამის ფართობი? ეს იქნება უბრალოდ სიგრძე ჯერ სიგანი, ანუ 6 გამრავლებული 6-ზე. ეს იქნება პირველი ნაწილი. ახლა ამას მე უნდა მივუმატო, აი ამ ცისფერი მართკუთხედის ფართობი, ამისი ფართობი იქნება 7 გამრავლებული 5-ზე, იმიტომ რომ ვიპოვეთ რომ 5 არის ეს გვერდი, უბრალოდ სულადაა დახატული, მეტი არაფერი წესით დარიგით, ცოტა უფრო ჩამოწელილი უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი და მაშინ კარგად გამოვიდოდა. ან ეს უნდა ყოფილიყო სხვა, მაგრამ არ უშავს ჩვენ რიცხვებს ვაქცევთ ყურადღებას, თავი ეგ არის. იქნებ ცუდი არქიტექტორია ვიღაცა ვინც ეს დახატა და არ უნდა ვიყიდოთ, ბინა, რა ვიცი, ჩვენ მაინც გამოვთვალოთ ფართობი, ესე იგი 5 7-ზე, ესე იგი 5 გამრავლებული 7-ზე. შემდეგ ამას დამატებული. ახლა ამ დიდი მართკუთხედის ფართობს ავიღებ, აი ამ ტიპის ფართობს. ეს რა იქნება? 5x15, ხო? 5 გამრავლებული 15-ზე. ესე იგი, აი აქ დავუმატოთ 5x15 და კიდევ ერთი დაგვრჩა. პლუს ამას, აი ამ მწვანეს ფართობი. მწვანეს ფართობი იქნება 4x7. როგორც ხედავთ, 4 და 7. ესე იგი, 4x7. და მოდი ახლა ვნახოთ, რისი ტოლია ეს ყველაფერი. ესე იგი, 6x6 არის 36. ამას უნდა დავუმატოთ 35, იმიტომ რომ 5x7 არის 35. შემდეგ ამას კიდევ უნდა დავუმატოთ 5x15 რამდენი არის? 5x1 არის 50, 5x5 არის 25, ესე იგი 75. 75 და ამას უნდა დავუმატოთ კიდევ 28. ამას დამატებული 4x7, რაც უდრის 28-ს. მოდიება, ახლა ამას ზეპირად თუ შევკრებ მე. მოდი ავდგები და ცალკე შევკრებ ათეულებს და ცალკე შევკრებ ერთეულებს. ათეულებში მაქვს 30 და 30 რაც 60, კიდევ 70 რაც მომცემს 130 და კიდევ 20 რაც მომცემს 150. ესე იგი 150 მაქვს ასეულების დამატებით მარტო, კი არა, ათეულების დამატებით მარტო. და ახლა ერთეულები 6 და 5 არის 5 და 5 არის 10 პლუს 6 არის 16 პლუს 8 არის 24. ესე იგი 150 პლუს 24 იქნება 174.
15 დავწერეთ 14 ვთქვით 174 აი ესე წესი დარიგით ესე იგი აი ამისი ფართობი უნდა იყოს 174 კვადრატული მეტრი რაც საკმაოდ ისეთი კარგად დიდი სახლი გამოდის